დღეს არის 6 აპრილი, დღევანდელ დღეს გეოლოგიის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ეს არის პროფესია, რომელიც უხილავ სიღრმეებში ეძებს პასუხებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ბუნებრივ პროცესებს იკვლევს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროგეოლოგი, გეოლოგიის დოქტორი ნანა ქიტიაშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგი, გეოლოგიის დოქტორი ანრი გიორგაძე. ვისაუბრებთ გეოლოგიის მნიშვნელობაზე, თანამედროვე გამოწვევებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება რომ გეოლოგიური პროცესები ყოველდღიურ ცხოვრებაზეც კი ახდენდეს გავლენას. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი თემა არის და საინტერესოა სიღრმეებში რომ გავერკვიოთ. რას ნიშნავს თქვენთვის პირადად გეოლოგის დღე? მოდი აქედან დავიწყოთ და შემდგომ უკვე თვითონ გეოლოგიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვაქვს. მოგესალმებით პირველ რიგში დილამშვიდობის მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. გეოლოგის დღე ვისარგებლების შემთხვევით და სრულიად საქართველოს გეოლოგიურ საზოგადოებას მიულოცავ პროფესიულ დღეს. თითოეულ გეოლოგს უსურვებს წარმატებულ საქმიანობას. ეს დღე საერთაშორისო გეოლოგის დღე აღინიშნება უკვე 60 წელზე მეტია საერთაშორისო დონეზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და გამონაკლისი მათ შორის არც საქართველოა. შემთხვევითი არ არის ეს თარიღიც, ეს თარიღი გაზაფხულის ეს პერიოდი აქ უკავშირდება გეოლოგების აქტიურ საველე სამუშაოების დაწყებას, ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ ველზე გასვლას და გეოლოგიური კვლევების ჩატარებას. შესაბამისად, ყველა პროფესიონალისთვის გეოლოგისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღე არის. ექსპედიციების საიდან იწყებს ზოგადად აი გეოლოგიის ისტორია საქართველოში საიდან იწყება? გეოლოგიის განვითარებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს ყველაფერი მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება. მე გეტყვით რომ მომავალ წელს ჩვენ აღნიშნავთ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კვალიფიციური გეოლოგიური სამუშაოების დაწყების 185 წლის თავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველების და უცხოელი სპეციალისტების აქტიური მუშაობის შედეგად გეოლოგიის მოვედით იქამდე რომ გეოლოგიის მიმართულება განვითარდა საქართველოს ტერიტორიაზე და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. რაც შეეხება თანამედროვე გეოლოგიას, ვითარდება ტექნოლოგიები, რაც დრო გადის და რა თქმა უნდა ალბათ ამ სფეროზეც აისახება, ხო? აი რა ხდებოდა ვთქვათ წარსულში, რა არის დღეს, რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში და რეალურად აი დღეს თანამედროვე გეოლოგია რა გამოწვევების წინაშეა ის? ეხლა ისევ მე გიპასუხებთ. ნანა დაგვიჭირა. არა, რა თქმა უნდა. არ დაგჭირა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში იცვლება მიდგომები, შეხედულებები, თეორიები, ჰიპოთეზები, მეთოდოლოგიები და ეს ყველაფერი აისახება გეოლოგიის დარგზეც, გამონაკლისი არც გეოლოგია არ არის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას უკვე გეოლოგიურ კვლევებში თანამედროვე დროში. პრაქტიკულად წარმოუდგენელია კვალიფიციური გეოლოგიის საქმიანობა გეოსაინფორმაციო სისტემების ექსპერტულ დონეზე ცოდნის გარეშე, თანამედროვე ტექნოლოგიების ხელსაწყო დანადგარების გამოყენების გარეშე. მაგალითად, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ უკვე დისტანციური ზონდირების მეთოდებს, დრონებს, სატელიტური მონაცემების დამუშავებას, დეშიფრირებას, ანალიზს. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება დარგის განვითარებაზეც. მე უფრო მეცაც გეტყვით, არ არის შორს ის დრო, როდესაც ქართველი გეოლოგები აქტიურად გამოვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებასაც მოვახდენთ გეოლოგიურ კვლევებში. ეს უფრო მეტად ინფორმატიულს და დეტალურს გახდის გეოლოგიურ კვლევებს მომავალში. მე თავში ვახსენე რომ გეოლოგიური პროცესები ხშირად ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც კი გავლენას. აი უფრო მეტად რომ ჩაგვახედოთ სიღრმეებში და როგორ შეიძლება რომ ამ პროცესების გავლენა ადამიანმა საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე იგრძნოს. პრაქტიკულად კლიმატის ცვლილებამ ძალიან შეცვალა თანამედროვე ადამიანის ყოფა-ცხოვრება. ეს არის უკვე რეალობა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკვე აქტიურად ეხება. განსაკუთრებით იზრდება ამ ყველაფრის ფონზე გეოლოგიის როგორც დარგის მნიშვნელობა და აქტუალობა და გეოლოგიის როგორც პროფესიონალის საქმიანობის აქტუალობა. მე გეტყვით რომ საქართველოში 50,000-ზე მეტი მეწყრული უბანი არის აღრიცხული. გვაქვს 3,000-ზე მეტი უღარცოფული ხევი. ამ ყველაფერს ემატება მდინარეების და ზღვის მიერ ნაპირების გარეცხვა, რომელიც ჯამში რამდენიმე ასეულ კილომეტრს შეადგენს. შესაბამისად, ამ ყველაფერს რთული გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, ასევე სეისმური პირობების გათვალისწინებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე გეოლოგიის საქმიანობა და ზოგადად გეოლოგიის დარგი. მით უმეტეს ჩვენ არის ქვეყანაში. თქვენი არ ვიცი, მე ნამდვილად არ მინახავს ბევრი გეოლოგი ქალბატონი. შესაბამისად, ალბათ გამოწვევების წინაშე თავის დროზე იდგა ნანას, როდესაც ამ პროფესიას ირჩევდა. ნანა, რატომ გადაწყვეტეთ საერთოდ რომ აი გეოლოგიაში შეგებიჭებინეთ?
მოგესალმებით. მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირველ რიგში ყველა გეოლოგს მიულოცო პროფესიული დღე, უსურვო წინსვლა და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში. დიახ, საინტერესო შეკითხვა არის განსაკუთრებით გოგონებისთვის. რატომ ავირჩიე პროფესია გეოლოგი? და მინდა მცირე შესავალი გავაკეთო აღნიშნულთან დაკავშირებით. ზოგადად პროფესია გეოლოგი ასოცირდება და პირდაპირ უკავშირდება იმ ურთულეს გამოწვევებს, რაზეც ჩემმა კოლეგამ ისაუბრა, როგორიც არის ბოლო პერიოდში გააქტიურებული სტიქიური გეოლოგიური პროცესები. თუმცა პროფესია გეოლოგი გარდა იმისა, რომ აღნიშნულ მიმართულებას აქტიურად სწავლობს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ვისაუბროთ გეოლოგიის სხვა საქმიანობებზეც, სხვა მიმართულებებზეც. პრინციპში არ არის გასაკვირი, რომ ქალბატონები ნაკლებად მოიაზრებიან ხოლმე საზოგადოების მხრიდან გეოლოგიაში და ამას ახსნაც აქვს ერთგვარი, რაც პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ როგორც წესი გეოლოგი ხშირად გეოლოგს და მის საქმიანობას უმეტესწილად საზოგადოება იცნობს სწორედ იმ სტიქიური გეოლოგიური პროცესების დროს, რასაც ჩვენ სოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ხშირად ვაწყდებით. და მოსახლეობა, მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდებიც გეოლოგებს იცნობენ სწორედ ურთულეს სამუშაო გარემო პირობებში. თუმცა სწორედ ამ ურთულეს სამუშაო პირობების გარდა იმ გეოლოგებს, რომელიც ველზე ნამდვილად პროფესიული პასუხისმგებლობის ქვეშ იღებენ გადაწყვეტილებას, ძალიან მნიშვნელოვანს, თუ როგორ უნდა მიიღოს კვალიფიციური გადაწყვეტილება იმაზე, რომ მოსალოდნელი არის თუ არა კვლავ უახლოეს პერიოდში მასშტაბური სტიქიური გეოლოგიური პროცესი, ამის მიღმა მათ აქვთ გავლილი ძალიან საინტერესო პროფესიული გზა, ძალიან მრავალფეროვანი გზა და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მე ავირჩიე პროფესია გეოლოგი. გეოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ ჰიდროგეოლოგია, რომელიც სწავლობს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსებს, მათ განაწილებას, წარმოშობას, ასევე ქიმიურ შემადგენლობას. გარდა ჰიდროგეოლოგიისა, გეოლოგიის დეპარტამენტში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გეოლოგიური აგეგმვის მიმართულებით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მასშტაბის გეოლოგიური რუკების შედგენას, სტიქიური გეოლოგიური პროცესების ფორს-მაჟორულ პირობებში გააქტიურებას და ასე შემდეგ. და ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ გვყავს ქალბატონი გეოლოგები, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ თავიანთ ყველა თავისი მიმართულებით. უდავოდ საინტერესო პროფესია, მაგრამ ბოდიშთემიკო უბრალოდ საველე პირობები ახსენეთ და ხმით უმეტეს როდესაც ქალბატონებზე ვსაუბრობთ, აი თქვენთვის არ ვიცი, ყველაზე რთული რა არის, მაგალითად წარმომიდგენია, რომ ალბათ ძალიან საინტერესოა, როდესაც ველზე მუშაობთ, მაგრამ რა სირთულეებს აწყდებით და თქვათ ამ შემთხვევაში არის თუ არა, თქვათ ქალისთვის გამორჩეულად რთული თუ არა? მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც გვაქვს ურთულესი გეოლოგიური პროცესები, ძირითადი დატვირთვა მაინც მოდის ხოლმე მამაკაცებზე დეპარტამენტში, თუმცა საველე კვლევებში მე პირადად აქტიურად მონაწილეობ, ვინაიდან ერთ-ერთი საველე კვლევის სახეობა ეს გახლავთ წყლის სინჯების აღება, საველე დასინჯვები, უშუალოდ წყალპუნქტების ქიმიური მახასიათებლების, პირველადი მახასიათებლების, რა თქმა უნდა, და არის ძალიან საინტერესო პროცესი, არც ისე შრომატევადი, როგორიც ვახსენე წეღან მამაკაცების დიახ. მე ერთი რამე მინდოდა მეკითხა, მე ცოტა იქიდან წამოვალ ძველი დროიდან, იმიტომ რომ ჩემ დროს ძალიან პოპულარული და ესეთი პროფესია იყო და ახალგაზრდების არჩევანი ხშირად შერდებოდა გეოლოგიურ ფაკულტეტზე, გეოლოგიაში მოღვაწეობაზე და რომანტიზმთან იყო დაკავშირებული ექსპედიციები და თვითონ იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო თვითონ სახელმწიფოს მხრიდან საბჭოთა პერიოდში გასაგები მიზეზების გამო
ძალიან ყურადღებას აქცევდნენ ამ დარგს, როგორც ასეც. გეოლოგები ძალიან დაფასებულები იყვნენ, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ საზოგადოებაში, იმიტომ რომ იქ კვლევები, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ახლა ყველაფერი გამოდის ბუნებრივი რესურსების შესწავლიდან. ვინც ამ სფეროში წინ არის, ვინც ამ სფეროში ნოვატორია, ის ყოველთვის გამარჯვებულია და მას მეტი ისა აქვს, რა ქვია, ბენეფიტები. და აი ახლა მაინტერესებს ამასთან მიმართებაში, აი ძალიან მიხარია, რომ აი თქვენ ახალგაზრდა ადამიანები ამ პროფესიას დაუკავშირეთ თავი ესეთი მით ლაპარაკობთ, რა ქვია, აღთკინებით და ესეთი მონდომებით და აი მაინტერესებს აი ეს სფერო ისეთივე დონეზე გვაქვს, რა ქვია, დაფასებით თუნდაც მაინც თუ რაღაც პრობლემები გვაქვს და რაღაცა გამოსასწორებელია. გამოწვევები ყოველთვის არის, მათ შორის ამ დარგშიც. ვერ გეტყვით, რომ მოთხოვნადი პროფესია არის, ძალიან პოპულარული პროფესიაა და ვერც იმას გეტყვით, რომ ყველა დაუშვათ, ვინც ამ მიმართულებით და ამ თავრების უმაღლეს განათლებას მიიღებს, ყველა დასაქმდება. ესეც ერთგვარი პრობლემა არის, რა თქმა უნდა. თუმცა არის ახალგაზრდების დაინტერესება, წლიდან წლამდე იზრდება აკადემიურ ორგანიზაციებში, უფრო მეტი სურვილი აქვთ ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ ამ სფეროში მოღვაწეონ და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. და პრობლემები დასაქმებასთან დაკავშირებით რატომ არის? ვისაუბრებ, დიახ, ზოგადად 90-იანი წლების დასაწყისიდან აქტიური გეოლოგიური სამუშაოები ცენტრალიზებული, მათ შორის რაზეც ვისაუბრეთ, იგივე მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი, სამწუხაროდ შეწყდა ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო და განახლდა აქტიურ ფაზაში შევიდა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში. მე ვიტყოდი, რომ 2000 წლებამდე უფრო მეტი თაობათა წყვეტა იყო ამ სფეროში. თუმცა დღეს მე მაქვს აქტიური შეხება აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, ასევე სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებსაც და მინდა ყველა მათგანს მიულოცო ასევე პროფესიული დღე. საკმაოდ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ახალგაზრდების დაინტერესება, მათ შორის განვრჩევლად სქესის ამ მიმართულებაზე და აუცილებლად დავაანონსებ ერთ ფაქტს ასევე, რომ გეოლოგიის დეპარტამენტში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ცხადია აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა, სადაც როგორც სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს აქვთ საშუალება მიიღონ ნებისმიერი მათთვის საინტერესო მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება და რაც შეეხება წელს დასაქმების მდგომარეობას, 10-მდე საშტატო ერთეული არის გამოყოფილი ჩვენს დეპარტამენტში და რა თქმა უნდა ველოდებით ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ ძალიან საინტერესო პროფესიაში პროფესიის პარალელურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ქვეყნის მდგრად განვითარებაში. მე მგონი არაჩვეულებრივი დასასრული იყო, არაჩვეულებრივად შეაფასა, შეაჯამა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებთ, რომ განვითარდეს ეს პროფესია, ეს დარგი. საინტერესო იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ხო ანდრი მახსენა და ვნახოთ აი ამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოს რა მწვერვალებს დაიპყრობს. ძალიან კარგი არის ხელოვნური მადლობა. კარგი არის რა თქმა უნდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაც, მაგრამ აქვე დავამატებ იმას, რომ ბოლო წლებში დეპარტამენტის სტრატეგიულმა გეგმებმა შეიძლება ითქვას გაამართლა და ყველა ის გამოწვევა, რაც დღეს არსებობს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, სწრაფი ტემპით ცდილობს რომ აუწყოთ ფეხი ყველა ამ გამოწვევას. ძალიან კარგი წარმატებას გისურვებთ, უმეტეს მადლობას. მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებები. იყვნენ ჩვენი სტუმრები.